სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც. ქალაქის ცენტრში მოწყობილია მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები. ტარდება მასტერკლასებიც. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც. ღონისძიების ფარგლებში საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოვდნენ. დღესვე ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმი და ბიუსტი გაიხსნა. არაჩვეულებრივი განწყობა არის სახალხო ზეიმი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ყველაზე ნიშანდობლივია რომ დავაჯილდოვეთ საპატიო ჩხოროწყუელები, ასევე საზეიმოდ გავხსენით აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმი. მივესალმებით ჩემ ჩხოროწყუელებს და ულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რომელსაც სახალხო ზეიმი ქვია. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემ ჩხოროწყუელებს ამ უდიდესი დაფასებისთვის მადლობა უთხრა. ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა შეკრებილი და როგორც ყოველთვის დღევანდელ დღეს ესე ისტორიულად და დიდი სიხარულით აღნიშნავს ყველა ჩხოროწყუს მოსახლეობა.